მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით მოსკოვიდან. დღეს ჩვენ ეთერი სწორედ რუსეთის დედაქალაქიდან გვაქვს და უახლოესი გადაცემები, რომლებიც გავათ ჩვენი ტელეკომპანიის საშუალებით, სწორედ რუსეთის დედაქალაქიდან იქნება წარმოებული. ჩვენ რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო სიუჟეტებს, ძალიან საინტერესო ინტერვიუებს რუს ექსპერტებთან, პოლიტოლოგებთან, ასევე შემოგთავაზებთ ინტერვიუებს ჩვენს თანამემამულეებთან და მე ვარ იმაზე, რომელაზეც ვიყავი უამრავი წლის წინათ, ეხლაც იმ პოზიციაზე ვჩები, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ბედი და საერთოდ მარტო ჩვენი ქვეყნის ბედი კი არა, ძალიან ბევრი ქვეყნის ბედი და მსოფლიოს ბედიც დიდწილად აი აქ წყდება რუსეთის დედაქალაქში და აქედან გამომდინარე უპრიანად ჩავთვალეთ, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო ეს არის ინტერესების თანხვედრა, სიტუაციების თანხვედრაც, რომ ჩვენ სწორედ აქედან გქონდეს გადაცემები და ჩვენთვის ალბათ ეს არის ახალი გამოწვევა და ეს არის ქართული ტელევიზიების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქართული ტელევიზია იმაუწყებლებს რუსეთის დედაქალაქიდან. ეს აქამდე არასდროს არ მომხდარა. შეიძლება სადღაც ვიღაცას ჩართვები ქონდა სიუჟეტების, კორესპონდენტების, მაგრამ გადაცემები წარმოებული იყოს რუსეთიდან და ამას ქონოდეს სისტემატური ხასიათი, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ტელე და ჟურნალისტიკურ ორბიტაზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ რაღაც გარკვეული ახალი სტანდარტების შემომტანი, იმიტომ რომ მე მიმაჩნია ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთ ქვაკუთხედად, რომ ვიყო აი ამ ქვეყანაში ქართული ხმის, ქართული საქმის გამტარებელი და იმას, რასაც ვაკეთებდი საქართველოში, გულმოდგინედ გავაკეთებთ აქედანაც, ახალი შემართებით, ახალი ენერგიით და ასევე ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ახალი გამოწვევაც, იმიტომ რომ ერთია, როდესაც შენ გადაცემებს აკეთებ საქართველოდან, შენ მშობლიური ქვეყნიდან და მეორე, როდესაც აკეთებ სხვა სივრციდან. და ჩვენი მიზანი იქნება ის, რომ ქართული საქმის კეთების კუთხით, რა თქმა უნდა, დიდი ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენ ასევე გვექნება ჩართვები საქართველოდან, არასდროს არ დავივიწყებთ ჩვენს ექსპერტებს, პოლიტოლოგებს და დღესაც სხვათა შორის თბილისიდან გვექნება ჩართვა, ჩვენ გვეყოლება სტუმარი და ეს იმას მოწმობს, რომ ჩვენ არ გვექნება რაღაცა წყვეტა კავშირი. ჩვენ როდესაც გორის სტუდიიდან ქონდა მაუწყებლობა ყოველთვის ძირითადად ჩართვებით შემოყვავდა სტუმრები, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენება ჩვენ დედაქალაქიდან არ მაუწყებლობდით, მაუწყებლობდით იოსებ სტალინის სამშობლოდან, დიდი იოსებ სტალინის ქალაქიდან, გორიდან და მე ვფიქრობ, რომ ტელეკომპანია სეზონისთვის და ქართული ტელევიზიების ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ფაქტობრივ ვართ ვქმნით ახალ სტანდარტს ქართულ ტელევიზიების ისტორიაში. რა თქმა უნდა, მინდა რომ შევეხო მიმდინარე პროცესებს. გასულ კვირას მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი როგორც იქნა გადაყვანილი იქნა რუსთავის ციხეში. ეს ადამიანი, როდესაც იქნა დაპატიმრებული, დაკავებული და შემდგომ დაპატიმრებული ციხეში იქნა გადაყვანილი, მაგრამ შემდგომ კარგად მოგეხსენებათ, ატყდა ერთი ამბავი, ჩაერივნენ უცხოელები, ჩაერივნენ ექსპერტები, კვდება, დაიდო რაღაცა ისეთი სურათი, თითქოს ესე იგი 100-200 დაავადება ქონდა ამ ადამიანს, მისი ცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა და ბოლო ხელისუფლება მიიღო გადაწყვეტილება, იძულებული გახადეს, რომ ეს ადამიანი ვივამეთში გადასულიყო და ერთ წელზე მეტი ფაქტობრივად ეს კაცი იმყოფებოდა ვივამეთში კურორტზე, იმიტომ რომ ვივამეთში მას ისეთი პირობები ჰქონდა შექმნილი, რომ ეს მართლაც არ წააგავდა იმას, რომ სასჯელს იხდიდა, იმიტომ რომ ეს ადამიანი სასჯელის მოხდის მაგრად ყველაფერს აკეთებდა ვივამეთში, ფეკალიებს ესროდა
მედპერსონალს, შეურაცხყოფას აყენებდა ექიმებს, შემდგომში რა ვიცი დღეში 5 ადამიანს ხვდებოდა ინტერნეტ სივრცეში რამე თუ მოხდებოდა პირველი კომენტარი და განცხადება მის ვრცელდებოდა და ნუ ეხლა ადამიანი თუ არის დაპატიმრებული უნდა იყოს დაპატიმრებული და ეხლა არ უნდა იყოს ერთი და არ უნდა ყოფილიყო ისე რომ ჩვენ საქართველოში რაღაც შეგვექნა პრეცედენტი რომ ყოფილიყო ერთი პრივილეგირებული პატიმარი დანარჩენი ყველა ადამიანი ყოფილიყო რაღაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში და როგორც ხედავთ სამართლიანობა აღსდგა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნა საპატიმროში ეხლა ავიცი რომ ამას თქვენც ნახეთ რომ მოყვა დიდი აჟიოტაჟი განცხადებები მაგრამ ნუ ფაქტი ფაქტად რჩება რომ ეს ადამიანი არის იქ სადაც მისი ადგილია ჩვენ ასევე გასულ კვირას ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გარკვეული მომსწრე ვიყავით მნიშვნელოვანი ფაქტისა როდესაც ყაზახეთის პრეზიდენტი ჩაბრძანდა რუსეთში და მან გააკეთა ძალიან ისეთი ხმაურიანი განცხადებები, რომ მისთვის რუსეთი არის ფაქტობრივად ეს მშობლიური გარემო, მან ქებადიდება შეასხა პუტინსა და რუსეთს და ეს მოხდა მას შემდგომ, რომ მას ჰქონდა ვოიაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ბევრი საუბრობდა, რომ აი რუსეთმა დაკარგა ყაზახეთი, რომ ყაზახეთმა გეოპოლიტიკური კურსი შეიცვალა. მეგობრებო, ძალიანაც რო უნდოდეს ყაზახეთის პრეზიდენტ ამის გაკეთება, იმდენად არის გადაჯაჭვული ყაზახეთის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკასთან, რომ ეს მისთვის იქნება კატასტროფული და წამგებიანი. თქვენ კარგად გახსოვთ, სწორედ იგივე ნაბიჯი გადადგა ალიევმა გარკვეული უთანხმოების შემდგომ, როდესაც მან ფაქტობრივად და ეს პირველი ნაბიჯი გადადგა რუსეთთან აი ამ შერიგებისაკენ, იმიტომ რომ თვითმფრინავის ჩამოგდების შემდგომ იყო რაღაც პრობლემები და ეს მოწმობს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის გარეშე აი ყაზახეთი, რომელიც 10-ჯერ და 20-ჯერ დიდი არის საქართველოზე, ვერც აზერბაიჯანი ვერ გაძლებს, იმიტომ რომ ის ბაზარი, რომელშიც შედის პროდუქცია აზერბაიჯანის, ყაზახეთისა, გადაჯაჭვულია ძალიან ეკონომიკაზე და ტრილიონობით დოლარები შეიძლება დაიკარგოს იმით, რომ რუსული ბაზარზე უარი თქვა და ჩვენ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ მიმართულებით ცოტა მოვიკოჭლებთ. რა საკვირველია გარკვეული ურთიერთობები აღდგა, ფრენები აღდგა, უვიზო რეჟიმი არსებობს, მაგრამ ჩვენ ვართ იმ აი მოლოდინის რეჟიმში, როდის დაიწყება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, როდის ამოქმედდება თბილისში რუსეთის საელჩო. კი სექცია მოქმედებს, მას ხელმძღვანელობს საკმაოდ დიდი დიპლომატი, ბატონი ოლისევი, მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც სექცია, რუსეთის სექცია ინტერესების და სულ სხვა არის საელჩო, ისევე როგორც რუსეთში საქართველოს წარმომადგენლობა. უნდა დაიწყოს ახალი ერა ჩვენ ქვეყნების ურთიერთობებში, უნდა ამოქმედდეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, როდესაც აი რუსეთში მიწევს ხოლმე სიარული, აი მაგალითად ავტომაგისტრალებზე ხშირად ხედავ ხოლმე სატვირთო ავტომობილებს დახუნძურული სოფლის მეურნეობის პროდუქციით, რომელიც მოემართება საქართველოდან, მაგრამ ეს არ არის ის ციფრი, რომელიც ჩვენ ეკონომიკას რაღაცა ძირეულ გარდატეხას მოუტანს. ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი, მეგობრებო, იმ დიდი რაღაც პოტენციალისა, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ და ჩვენ ავამოქმედოთ ჩვენი ქვეყნისათვის. იმიტომ რომ ქართული ციტრუსი, ქართული ჩაი, ქართული ვაშლი, ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტები ვერა და ვერ გავა სხვა ბაზარზე ისე როგორც რუსეთში გავა. რუსეთი არის ახლოს, რუსეთი არის აგერ გვერდით და თან რუსეთში შესვლა უფრო მარტივია, ვიდრე მაგალითად ევროპულ ბაზარზე. ევროპული ბაზარი თავად ევროპელებისთვის დაიკეტა. პოლონელები ყოველდღიურად, ესე იგი, ფეკალიებში, კანალიზაციაში ასხამენ რძეს და სოფლის მეურნეობის პროდუქციას ანადგურებენ, იმიტომ რომ მათ აქვს გარკვეული კვოტა და იმ კვოტის მიღმა ვეღარ შეაქვთ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში თავის პროდუქცია. რუსეთის ბაზარი მას შემდეგ რაც
გარკვეული კატაკლიზმები მოხდა სანქციების პოლიტიკიდან გამომდინარე და ევროპული პროდუქცია აღარ შედის, ეს ბაზარი კიდევ არის ასათვისებელი და კიდევ არის შანსი იქ, რომ ჩვენი ნიშა დავიმკვიდროთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა დიდი რამბებით შეამკო პუტინი და რუსეთი, ჩვენც უნდა დავიწყოთ სხვა ერა, სხვა გარკვეული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ რუსეთთან. სხვა გზა ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია და ამას მოწმობს ისიც, რომ ჩვენ ფაქტობრივად უკვე აღარაფერი აღარ გვესაქმება ამ ძირმომპალ ევროკავშირთან, რომელიც პირდაპირ შანტაჟის პოლიტიკაზეა გადასული, პირდაპირ აგრესიაზეა გადასული, მათი რაღაც ერთადერთი რაღაც ზემოქმედების მექანიზმი არის ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ევროკავშირი და ევროპელი ლიდერები ცდილობენ, რომ გარკვეულწილად ზემოქმედება განახორციელონ საქართველოში. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სხვა კურსი აერჩია და ის უკვე არ ექვემდებარება შანტაჟის პოლიტიკას, სხვათა შორის სააკაშვილის სიღეში გადაყვანაც ამას მოწმობს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ მათი ევროპელების რეაქცია ამაზე არის ძალიან უარყოფითი, მაგრამ ჩვენ არ ვითვალისწინებთ მათ პოზიციებს, არ ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს, შენიშვნებს. არ ვითვალისწინებთ მათ განცხადებებს, იმიტომ რომ საქართველოს აქვს თავის დღის წესრიგი და არ შეიძლება ქვეყანა იმართებოდეს ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, საქართველო უნდა იმართებოდეს თბილისიდან, და ჩვენ უნდა გქონდეს სტრატეგიული პარტნიორი თან ისეთი ურთიერთობა, როგორიც ორ ქვეყანას შეესაბამება და ესეთი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენთვის უნდა იყოს რუსეთი და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც იქნება. მე მჯერა რომ მოსკოვში აი ყოფნისას მომიწევს საქართველოს დელეგაციის ვიზიტის გაშუქება და არა იმ ვიზიტების გაშუქება უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისა, რომლებსაც სიმართლე რო გითხრათ, მხოლოდ მე უყურებ რაღაც თეთრი შურით, იმიტომ რომ ეხლა მე ყაზახეთის პრეზიდენტის ადგილას მინდა რომ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები ჩამოდიოდნენ აქ და ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები იდგმებოდეს, ვიდრე ის რომ კომენტარს უკეთებდე ატაბაევის და ანდა სხვა ლიდერების განცხადებებს. მე მგონია რომ უკვე მომწიფდა ეს სიტუაცია, რადგან სხვა გზა არა გვაქვს. მე მაშინაც ვიძახდი რომ არასწორი იყო არჩევნებზე იმ ლოზუნგის გამოტანა, რომ ღირსებით ევროპისკენ, ჩვენ ევროპისკენ მივდივართ. ჩვენ ევროპისკენ ვერ წავალთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ რეგიონში, სადაც ნამდვილად სხვა კურსის გატარება მოგვიწევს. ჩვენ ევროპასთან უნდა გქონდეს ურთიერთობა და არავინ არ უარყოფს იმას, რომ ეხლა ევროპის ქვეყნებთან ჩვენ რაიმე ისეთი მტრული დამოკიდებულება უნდა გქონდეს, ან თურქეთთან, ან ამერიკასთან, ყველასთან უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგრძელდეს 30 წლიანი რაღაცა მონობის პოლიტიკა, როდესაც ესე იგი გვეუბნებოდნენ, რომ მაგალითად ეს დანიშნეთ, ის დანიშნეთ, ეს პარლამენტში შეიყვანეთ, ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, ესე იგი არ ვიცი, საქართველოში ბოლოს ისე გათავხედენ ესენი, რომ მაგალითად პოლონეთის ელჩი გამობძანდა და საგარეო უწყების წარმომადგენელი და სტალინის მუზეუმი დაკეტეთო. აი ვინ ეკითხება მათ საქართველოში, ვისი მუზეუმი დაიკეტება და ვისი არა. და პოლონეთი თუ არსებობს და პოლონეთი თუ კიდევ არის ეს სტალინის დამსახურება, კი მათ ცოტა სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ იმ სამამულო ომზე, მაგრამ ისტორიას სხვაგვარი ინტერპრეტაციას რო უკეთებენ, ეს არის ყველაზე მძიმე და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ წინა კვირას, როდესაც ხატინიდან ბელორუსიიდან ქონდა ჩვენ რეპორტაჟი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორც გითხარით, ქართულ პოლიტიკაზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ვინაიდან მე უკვე კარგად მოგეხსენებათ, დიდი ხანია უკვე ვიმყოფები რუსეთსა და ბელორუსიაში, არ მინდა რომ ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება შეგიქმნათ, რომ თითქოს ჩვენ ვივიწყებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ქართულ პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს და დღეს გარკვეული პაუზის შემდგომ ეხლა თბილისიდან გვეყოლება სტუმარი, ჩაგვერთვება ექსპერტის ამართლის საკითხებში, რომელიც ჩვენთან ხშირად იყო ასევე გორის სტუდიაში, ბატონი დავით ზირაქიშვილი გვეყოლება სტუმრად. მოგესალმებით ბატონო დავით. მოგესალმებით ბატონო ლიკონოს. მოხარული ვარ, რომ ეს ტელეხიდი შედგა გორსა და მოსკოვს შორის. მივესალმებით თქვენს მაყურებლებს მოსკოვში, მივესალმები ქართულ მაყურებლებს საქართველოში.
ძალიან საინტერესო იქნება მე მგონი ბოლო აი შემდგომი დღეების გარკვეული ანალიზი რო გავუკეთოთ მოვლენების ანალიზისთან გამომდინარე შეფასებები სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადება გააკეთა რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება. ეს არის ძალიან ხმაურიანი განცხადება რომელიც გაკეთდა წინა კვირას და მე მგონი ყველაფერი იქითკენ მიდის რომ ფაშიზმი იბადება როგორც 51 წლისთვის დაიბადა გერმანიაში და ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში ახალი ფაშიზმის დაბადებასთან გვაქვს საქმე ჩვენ ევროპის ქვეყნებში. გერმანია აღარ ცმალავს რომ ისინი რუსეთთან ომისთვის ემზადებიან. აღარ მალავს უკვე ბრიტანეთი ამ გარკვეულ მისწრაფებებს. ამერიკის შეერთებული შტატები მართალია რაღაც გარკვეულ თხილ პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ არაორდინალურს. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს განცხადებები სერბეთის პრეზიდენტისა, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადება ევროპა. რისკენ გვიბიძგებს ჩვენ და რა ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს საქართველოს, იმიტომ რომ სერბეთი არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, არის რუსეთის პარტნიორი და თან ევროპაშია ეს ქვეყანა. აი რა დასკვნები შეიძლება ამ განცხადებიდან გამოვიტანოთ ჩვენ? ნუ დავიწყოთ იქედან რომ უკვე ფაქტიურად 1 წელია მიმდინარეობს სერბეთში ოპოზიციური პარტიების გამოსვლა მოქმედი პრეზიდენტის დასახვევად, მაგრამ როგორც ხედავთ, ხელისუფლება ამ დარტყმებს უძლებს, როგორც ჩვენთან საქართველოში. ეხლა რაც შეეხება ევროპის რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, ეს ომი დაიწყო 2014 წელს, როდესაც მაიდანზე დაიწყო მშვიდობიანი მომიტინგეების და ბერკუტის სპეცნაზის დახვრეტები, მოდი ასე ვთქვა, დახოცვები. სნაიპერები იყვნენ ჩართულები და მიდიოდა მათი წინააღმდეგ სროლა და მათი მკვლელობები. ქართველი სნაიპერებიც იყვნენ ჩართულები ამ ოპერაციაში სააკაშვილის ორგანიზებით. მან გაუწია ამ ყოფილ საქართველოს შეერაღებული ძალების სპეცრაზმის თანამშრომლებს გადაიბირეს, გააფორმეს ხელშეკრულება როგორც კერძო სამხედრო პირებთან და ესენი მონაწილეობდნენ იქ სადღაც მაშინ დაახლოებით 1000 პიროვნება დაიღუპა. აი აქედან ჩაერთო ევროპა და ამერიკა, როდესაც მათ მიუხედავად იმისა, რომ მოაწერეს მოქმედ პრეზიდენტთან იანუკოვიჩთან ხელშეკრულებას სამშვიდობო ხელშეკრულებას და იყო იქ მთელი რიგი შეთანხმებები და მესამე დღეს, როდესაც იანუკოვიჩი გავიდა ქალაქიდან, მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება და ფაქტიურად ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება. აი იქედან დაიწყეს საომარი მოქმედებებში ჩართვა ევროპამ და ამერიკამ. ეხლა იქ მიმდინარე დონეცკის და ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში უშუალოდ მაშინაც უკვე მონაწილეობდნენ ამერიკის და ევროპის ნატოს ჯარების სპეცკონტინგენტი. ნუ მაშინ ფაქტიურად დონეცკს და ლუგანსკის ოლქს არ ყავდა თავისი საკუთარი შეიარაღებული ძალები, მაგრამ ადგილობრივმა მოლაშქრეებმა საკადრისი პასუხი გასცეს და ფაქტიურად შეინარჩუნეს ქვეყნის დამოუკიდებლობა და ვერ განხორციელდა ამ ორი ოლქის დაპყრობა. ხოლო შემდეგში, როდესაც 2022 წლის თებერვალში დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაციები, ფაქტიურად, როდესაც სტამბოლში მოხდა სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმება და ფაქტიურად უკვე გადაწყვიტა, რომ უნდა მოხდარიყო მხარეებს შორის დაზავება და რუსეთმა ფაქტიურად ჩერნიგოვიდან, თვითონ კიევის ოლქიდან, ხარკოვის ოლქიდან, სუმის ოლქიდან გაიყვანა შეიარაღებული ძალები, ჩამოვიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ეს ხელშეკრულება ფაქტიურად გადახია და უთხრად გააგრძელა. აი აქედან უკვე ევროპა პირდაპირ ჩაერთო. იმიტომ რომ 2022 წლის ზაფხულში ის შეიარაღება, რაც უკრაინის
შეიარაღებულ ძალებს გააჩნდა თავისი საკუთარი ის ყოფილი საბჭოთა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი და გაყოფილი უკრაინაში და იქ დატოვებული იარაღი, მათ ეს რესურსი ამოეწურათ. იყო კადრები, ვიდეო კადრები, როდესაც უკვე მაქსიმკებით ის ხელის ტყვიამფრქვევებით და დაზგის ტყვიამფრქვევებით და დიქტიროვის ტყვიამფრქვევებით ბრძოლობდნენ. ამაზე მე თვითონ გაზიარებული მაქვს ჩემს სოციალურ გვერდზე ის მომენტები. აი ამ შემოდგომიდან უკვე 2022 წლის შემოდგომიდან ევროპამ დაიწყო ნატოს ქვეყნებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებში დატოვებული საბჭოთა იარაღის პირდაპირ მიწოდება თავისი, რა თქმა უნდა, ინსტრუქტორებით. აი აქედან უკვე ევროპა ჩართულია. მე აღარ საუბრობ იქ შემდეგში ბრიტანეთის მიერ ტანკების მიწოდებას, გერმანიის მხრიდან ლეოპარდების მიწოდებას, ესე იგი ისეთ დონეზე იყო ჩართული ევროპა, რომ თითქმის ალჟირიდანაც კი გადამ, მაროკოდანაც კი გამოიწყიდეს საბჭოთა ჯავშან ტექნიკა, რაკეტები, დედამიწა ჰაერის ტიპის რაკეტები, ჰაერი მიწის ტიპის რაკეტები და უკვე დაიწყეს შეტანა უკრაინაში. ამას დაემატა კიდევ უკვე ნატოს ჯარების შეიარაღება და ჩვენ როგორც ვიცით, ნატოს ჯარების შეიარაღება მომზადებული არ იყო უკრაინის ჯარი. ამიტომ ამ შეიარაღებას შემოყვა სპეციალისტები. ბატონო დავით, მე გეთანხმები თქვენ აბსოლუტურად და აი ეხლა ეს რა პროცესები თქვენ ახსენეთ ის ექსკურსი რომ ჩაატარეთ ჩვენ მე მგონი უნდა ავირჩიოთ სად უნდა დავდგეთ. როგორც 51 წელს საქართველოს დადგა ფაშიზმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს თავად რუსეთის ფედერაციის სუბიექტებმა, რომლებმაც ორჭოფება დაიწყეს რამდენიმე ქვეყანამ, შემდგომ ამით ძალიან დიდი რამ წააგეს და ეხა ბევრს აბრალებენ იქ სტალინს, რომ რაღაცაო რეპრესიები განახორციელა ერების მიმართო და რაღაც სადამჯელო ღონისძიება. არავითარი რეპრესიები არ გატარებულა, უბრალოდ ცოტა არ იყოს ვიღაცებს ყური აუწიეს იმის გამო, რომ ფაშისტებთან ითანამშრომლეს. საქართველოს როდესაც დაიწყო ფაშიზმის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, მიიღო ამის გარკვეულწილად დაფასებისათვის ქულხორისა და ახალხევის რაიონი ჩრდილოეთ კავკასიაში და ეს იყო ჯილდო ქართველებისათვის. ჯილდო იყო ქართველებისათვის ასევე ის, რომ ჩვენ მართალია დიდი დანაკლისი განვიცადეთ გენოფონდის მიმართულებით, მაგრამ უამრავი საწარმო, ფაბრიკა, ქარხანა აშენდა საქართველოში, აი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვიჩინეთ თავი. მართალია სტალინი ქართველი იყო, მაგრამ სტალინი ქართველობის გამო და იმის გამო, რომ ქართველი იყო, ამიტომ არ ასაჩუქრებდა ქართველებს. ის ასაჩუქრებდა იმიტომ, რომ 500,000-მდე ქართველი დაიღუპა სამამულო ომში და ქართველმა კაცმა აჩვენა უდიდესი გმირობის მაგალითი. და ჩვენ დავსაჩუქრდით ამის გამო. ეხლა აი მაგალითად მე ვიყავი ბელორუსში და ვაკვირდებოდი აი საბჭოთა არქიტექტურას მაშინდელი პერიოდისა და მეტროსადგურებს, როდესაც შენდებოდა ეს მეტროსადგურები მინსკში. აი ახლოსაც ვერ მივა ქართული მეტროსადგურებიში როგორი არქიტექტურა, როგორი აი მარმარილოში ჩასმული და როგორი სიმდიდრეა და მართლა აი მე ისეთი აი რუსთაველის პროსპექტი აი მარჯანიშვილი რომ გეგონება აი თეატრში ხარ რაღაცა ისეთი და იქ არის რაღაცა ერთი ტიპის სადგურები იყო აი ძალიან ისე ღარიბულად, მაგრამ ნუ ეხა მეტროსადგურები ქვია. გინდაც ავიღო საწარმოები ფაბრიკები. არა და ბელორუსიამ განიცადა უდიდესი დანაკლისი, კაცო ყოველი მესამე ბელორუსი გარდაიცვალა და გენოციდი განხორციელდა, ესე იგი აი ამ ბელორუსი ხალხის მიმართ და მიუხედავად ამისა, ხო? კი, რა თქმა უნდა, ბელორუსიამაც უდიდესი ის მიიღო დახმარებები, კი არავინ არ უარყოს, მაგრამ მე რაც ვიძახი, რომ საბჭოთა კავშირში საბჭოთა კავშირის შვეიცარიას იმიწო ეძახდნენ საქართველოს, რომ რუსეთისა და უკრაინის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და ეს იყო იმიტომ, რომ ჩვენ დავიწყეთ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ეხლა საქართველოს ხელისუფლება თუ აირჩევს სწორ გზას, დადგება რუსეთის, სერბეთის, ყაზახეთის
და უამრავი იმ პოსტსაბჭოური ქვეყნის გვერდით, რომლებიც დღეს ზოგიერთი ღიად, ზოგიერთი ეხმარება რუსეთს. ეხლა ბელორუსია მაგალითად ესე აქტიურად არ არის ჩართული აი ამ ომში იმ კუთხით, რომ ბელორუსი ჯარისკაცები შეიძლება ესე არ არიან ჩართულები, მაგრამ ბელორუსია დგას რუსეთის გვერდით. ჩვენც უნდა დავდგეთ რუსეთის გვერდით აი ამ თანამედროვე ფაშისტების წინააღმდეგ და ჩვენ არ დავიჩაგრებით იმ ტერიტორიულ საკითხებსაც გადავიწყვიტავთ და ბევრ მიმართულებით წინ წავალთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ქართველი ხალხი აჩვენებდა სიმტკიცეს და მზაობას, რომ გვერდით დამდგარიყო რუსი ერის გვერდით, ის ყოველთვის საჩუქრდებოდა აი ამისათვის. ჩვენ რო ვიყავით რუსეთის იმპერიაში, ლამაზი თვალებისთვის არავის არ დაუბრუნებია ჩვენთვის აჭარა, გურია და ჯავახეთი დავიბრუნეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით იმ იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ესეთი თვალსაჩინო მაგალითი რუსეთის იმპერიაში. და დღესაც მე მგონი დადგა დრო, რომ ჩვენ დავდგეთ რუსიერის გვერდით და ჩვენ ვიბრძოლოთ თანამედროვე ფაშისტების წინააღმდეგ. არ ვიცი მეთანხმებით თუ არა თქვენ, მაგრამ მე აი ამ პრინციპის და აი ამ მიდგომების მომხრე ვარ. საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის მარტში აირჩია თავისი სწორი საგარეო პოლიტიკა და უარი განუცხადა ამერიკის ელჩს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე. რითაც ფაქტიურად ქვეყანა გადაარჩინა იმ კატასტროფისგან, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ჩვენ ნახეთ 2008 წელს ამერიკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის მაკეინის მოთხოვნით და პრეზიდენტის ობამას მოთხოვნით ცხინვალის ომის დაწყება. ეხლა რაც არ უნდა ვიძახოთ და ამ ოპოზიციამ ვიძახოს, რომ ქართველებს საქართველოს ომი არ დაუწყიათო, აქ საქართველოში გორში არც ცხინვალიდან გადმოსულან, არც სამეგრელოში აფხაზეთიდან გადმოსულან. ჩვენ შევედით ცხინვალში, ჩვენი ჯარი შევიდა ცხინვალში და იქ გამოიწვია ფაქტიურად ომი რუსეთის წინააღმდეგ იმ თვალსაზრისით, რომ იმ პერიოდში იქ იდგა გაეროს ეგიდით რუსეთის სამშვიდობო ბატალიონი. 3 დღის განმავლობაში არც ერთი გასროლა სამშვიდობო ბატალიონის მხრიდან, რუსული ბატალიონიდან არ მომხდარა. მაგრამ როცა უკვე მოხდა თავდასხმა მათზე და 13 მებრძოლი იქნა მოკლული, მაშინ უკვე რა თქმა უნდა ჩაერთო რუსეთის ჯარი და მოხდა ის რაც მოხდა. ახლა ეუბნებიან, ახლა ამბობენ, რომ აიო რუსებსო ადრე ქონდათო ეს ოპერაცია თავდასხმის გეგმა შემუშავებული. როცა ოპერატიული სივრცე არსებობს და დაპირისპირების ველი არსებობს, იქ რა თქმა უნდა იქ ყოველგვარი გეგმები და ყოველგვარი სტრატეგიული და ტაქტიკური გათვლები მუშავდება. აბა ისე ხო არ არის ეხლა, როგორც ეს ჩვენი სულელი სააკაშვილი შევარდა, მაშინ ყოველგვარი ტაქტიკური და სტრატეგიული გეგმების გარეშე. უთხრეს ამერიკიდან შედიადგა შევიდა. ეხლა დღეს ანალიზი როცა კეთდება იქ მიმდინარე ბრძოლებისა, ესე იგი ფაქტიურად არ არსებობდა საერთო ხელმძღვანელობა, არ არსებობდა კავშირი, არ იყო ბრძანებები მიცემული თითოეულ დანაყოფზე, არ იყვწოდნენ დანაყოფები, ვის რა ეოლებოდა, ვის რა პოზიცია უნდა დაეცვა, ვის უკან როგორ უნდა დაეხია, ვინ წინ როგორ უნდა წასულიყო. სწორედ ამიტომ ბატონო დავით ეს კაცი იმყოფება დღეს ციხეში და ეხლაც დასაცემის დასაწყისში თქვი რომ გადაიყვანეს საპატიმროში, იმიტომ რომ ეს კაცი სწორედ ამის გამოც არის პასუხისმგებელი და მე ვფიქრობ რომ არ არის ჯერ მაგე პასუხისმგებაში ბატონო ნიკოლოზ მიცემ. არა, ამ საკითხის გამო არ არის, მაგრამ ციხეში ზის და მე ვფიქრობ ამ საკითხის ირგვლივაც უნდა მან პასუხი აგოს, იმიტომ რომ ის იმ კოწოლუკიანის კომისიამ არ ვიცი ტყილა არ დაკითხა ის გენერლები და მე მგონი რომ მას უნდა წარედგინოს ბრალი სწორედ აი თქვენ რაც ახსენეთ აი ამ ჩვენი ჯარის მიტოვებისა და იმ პროვოკაციისთვის რომელიც მათ მოაწყვეს იქ. არა მარტო 2008 წლის ომისთვის სააკაშვილი პასუხისმგებაში უნდა იქნეს მიცემული იმ პარტიული ლიდერებთან ერთად,
რომლებმაც 2003 წლის 22 ნოემბერს განახორციელეს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია. ეს არ იყო მშვიდობიანი გადატრიალება. დღეს რო ამბობენ ჩვენო აი მშვიდობიანად უნდა დავამხოთ. გაგიგიათ მშვიდობიანი ჩხუბი, მშვიდობიანი დამხობა გაგიგიათ? არ არსებობს. სააკაშვილმა, როდესაც პარლამენტი უკვე შესული იყო კანონიერ ძალაში, ჩვენ ხო ვიცით პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, როგორც კი პარლამენტის სხდომა გაიხსნება და პირველი პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას იმ პერიოდში, ხო? გააკეთებს განცხადებას, ამ მომენტიდან პარლამენტი იძენს უკვე ლეგიტიმაციას. შევარდნაძის სიტყვით გამოსulis შემდეგ პარლამენტი იყო უკვე ლეგიტიმური. ის რომ სააკაშვილი ვარდით ხელში შევარდა, ეხლა მე არ ვიცი სხვებს როგორ ახსოვს, მაგრამ იმ პერიოდში მაგას ჯავშან ჟილეტი ეცვა. ხელში ვარდი ეჭირა, ძალად შეცვიდნენ, შეანგრიეს კარები, შევიდნენ. ეს იყო უკვე შეთქმულება 315 მუხლის შემადგენლობა. სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით მიტაცება. აქედან უნდა დაიწყოს პროკურატურამ, კაცო, თუ არ არის აუცილებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა, ჩადენილი დანაშაულია, მას ხანდაზმულობა არ ეხება. დაიწყოს პროკურატურა მამუხლით გამოძიება, თორემ იმ სარჩელს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი, გაუჭირდება იმ ხალხის პასუხისმგებელი პარტიების საკრძალვა, რომელსაც ჩვენ ვედავებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. იმიტომ რომ პრეცედენტი არ აქვს აქამდე, მაგრამ როცა ფაქტიურად ეს დანაშაული არსებობს. მე ვფიქრობ ბატონო დავით. ამის შეფასება ბატონო ნიკოლოზ თუ არ გაკეთდება, კიდევ ვიმეორებ, იმ სარჩელს გაუჭირდება. და ეს უკვე ჩადენილი დანაშაულია. მე ვფიქრობ ერთ რამეს, რომ იმ პროცესების მონაწილე ადამიანებმა უნდა ამოიღონ ხმა და ილაპარაკონ. არ მინდა ეხლა კონკრეტული ფიგურების და პერსონალიების დასახელება. მე მაქვს საუბარი ძალოვანი უწყებების პირველ პირებზე, რომლებიც მაშინ იყვნენ წარმოდგენილი შევარდნაძის ხელისუფლებაში. ეს ხალხი რატო არ იღებენ ხმას? ეხლა თქვენ თქვით სწორად და აქცენტი გააკეთეთ სწორად. რა უნდა და რატო ეცვა მართლა ჯავშან ჟილეტი თუ ეს იყო მშვიდობიანი აქცია? რატო იყვნენ იქ მომართული ეს ადამიანები იმანზე, რომ სისხლი დაიღვრებოდა? იქ მახსოვს მე რომ ესეთი მიმართვა გაკეთდა პარლამენტიდან რო გამოვიდნენ მიტინგზე, ჩვენო თუო შევარდნაძე არ გადადგებაო, მე სხვანაირად მივალთო იქაო და სისხლით შეიძლება დაიყვაროსო. ანუ მინიშნება იყო იმაზე უკვე რომ სისხლი უნდა დაყრილიყო. იქ ეხლა იყო ასევე დიდი ღალატის თუ გადაბირების თუ გადაბარებისზეც საუბრობენ, იმიტომ რომ ფაქტი ერთია, კაცო, თუ ხარ ხელისუფლება, აი ჩემთვის გაუგებარია. ეხლა ცოტა ჩვენ წარსულისკენ ცოტა გადავედით, მაგრამ რახან დავიწყეთ ამაზე საუბარი, მინდა შევეხო. თუ ხარ ქვეყანა, ეხლა ეს 90-იანებში მორყეული იყო მაშინ ხელისუფლება, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლების დროს მე მგონი არსებობდა პოლიცია, არსებობდა შინაგანი ჯარი, არსებობდა თავდაცვის სამინისტრო, ხო? რანაირად შეიძლებოდა რომ იქ კორიდორი არ გაკეთებულიყო და ის ხალხი ესე შეეცილებინათ პარლამენტში. აი რატო არ მიიღეს ეს ზომები? აი თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა? რატო არ გატარდა ის ზომები? რატო არ აღიკვეთა ის რომ ნამდვილად შეეძლოთ მაშინდელ ხელისუფლებას იქ რომ ისეთი ბერკეტები განეხორციელებინათ რომ ხალხი ვერ შესულიყო პარლამენტში? აი რატოა გადაბარება იყო? ნუ როგორც გამოჩნდა ბოლოში გადაბარებასავით იყო, მაგრამ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტია რომ შევარდნაძე იდგა ტრიბუნასთან, აკეთებდა განცხადებას, სააკაშვილი შევარდა, შეანგრია კარები, შეექმნა საფრთხე პრეზიდენტის შევარდნაძის ასე ვთქვათ, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იძულებული გახდა მისი დაცვა გაეცილებინა შემთხვევის ადგილიდან, მაგრამ იმავე საღამოს მოხდა სახელმწიფო კანცელარიის შტურმით აღება, შეიარაღებული შტურმი განხორციელდა, რომელსაც ირაკლი ოქროაშვილის ბანდა ჯგუფები მონაწილეობდა. ისება შტურმით აიღეს, იარაღით შეცვლიდნენ
და ძალადობრივი გზით აიღეს. ეს არ იყო აი ვარდების რევოლუცია. ახლა კიდევ ვიმეორებ, კაცო, შენ ვარდს დაიჭერდა ისე მოაჭრი კაც თავს თუ ჯალათის იმას ჩამოიპარებ. ნიღაბზე რა განსხვავებაა? ფაქტია, რომ ხელისუფლება ესე იგი ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდეს, ძალადობრივი გზით და შემდეგ რა შედეგი მიიღო ქვეყანამ აი ამ სააკაშვილის მმართველობით უკვე აგერ არის დადებული ამ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ. რა ხდება, როგორ ხდებოდა ხალხის ჩახოცვა, ხალხის უკანონოდ გასამართლება 30 ადგილიდან საპატიმროში 120 კაცი რო თვეობით იჯდა და მორიგეობით რო 4 სმენად რო ეძინა პატიმრებს. ეს ამ ხელისუფლების უკანონო მიტაცების შედეგად არ მოხდა. ვის სააკაშვილს მაშინ ხმა არ მიუწია ხალხს სააკაშვილის პარტიისთვის ხმა, მაგრამ მე როდესაც უკვე გამოჩნდა, რომ იქ თავდაცვის მინისტრი, იქ გენერალური პროკურორი, იქ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, შინაგანი ჯარი შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტიურად უკვე გადასული იყო ხელისუფლების მხარე, ამან შექმნა ფონი და ეხლა ხალხს მეტი რაღაც შეიძლება. გასაგებია ბატონო დავით, და სწორედ ამიტომ საუბრობ. მე ხა ჩვენ რო არ გამოგვივიდეს ეხლა მთლიანად მთელი გადაცემის დათბობა იმ პროცესებში. არა, ბატონო ნიკოლოზ, აი მე დავამატება. ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ დაიდოს პრეცედენტის ქართულ სამართალ წარმოებაში რა არის სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. ჩვენ ამის ფაქტი გვაქვს, რომელიც არის გამოუძიებელი და არ არის სასამართლო პრეცედენტი შექმნილი. ამიტომ მე მოუწოდებ ხელისუფლებას, გენერალურ პროკურორს აღძრან საქმე აი ამ ფაქტზე 2003 წლის სახელმწიფო გადატრიელების ფაქტზე. თუ უნდათ რომ იმ სარჩელმა საკონსტიტუციო სასამართლოში თავი დაიჭიროს. მე თავის დროზე, როდესაც პროკურატურის სისტემაში მუშაობდი, მაშინ ცხონებულ მოგზარ გაბრიჩიძეს უთხრა, რომ ეს მეთქვი სახელმწიფო გადატრიელებაა და აღძარეთ საქმე მეთქვი და აი არა ამიმად. ეს დავიმახსოვრეს და მე როგორც კი ოქროაშვილი მოვიდა, მესამე დღეს დამაწერიეს განცხადება და გამომაგდეს მგლის ბილეთით პროკურატურის. ასაგებია, მე ახლა გავიგე თქვენი პოზიცია, მე ორი აზრი ამაზე როგორ შეიძლება გქონდეს, რომ უნდა იქნეს გამოძიებული, მაგრამ აი ახლა მე რითაც დავიწყე საუბარი. მსოფლიოში ისეთი კატაკლიზმები მიმდინარეობს, რომ ჩვენ მომსწრე გავხდებით ახალი დაპირისპირების. არ ვიცი, მესამე მსოფლიო ომი იქნება თუ რა იქნება, დაპირისპირება რომ იქნება, ეს ფაქტია, იმიტომ რომ ევროპა კარგად ხვდება, რომ უკრაინაში მარცხი ნიშნავს შემდგომ ევროპის მარცხს, იმიტომ რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანამ შეიძლება დაასრულოს თავისი მოღვაწეობა. იმიტომ რომ ჩვენ კარგად ხედავთ, რაც რუსეთმა, რაც საბჭოთა კავშირმა გაუკეთა მაშინ ევროპის ქვეყნებს, როდესაც გადაარჩინა ისინი ფაშისტებისგან, როდესაც ბევრი ქვეყანას ტერიტორიები მისცა და როდესაც ბევრს გონია, რომ აი ეს კონცლაგერები, რომლებიც არსებობდა, ეს იყო რაღაცა მხოლოდ და მხოლოდ ერთი ეთნიკური ჯგუფისათვის შექმნილი, ეს ყველაფერი ყველას დაავიწყდა ყველაფერი. მე მაგალითად აი ბელორუსიულ მიწაზე რო დავდიოდი, ფეხი მეწოდა, ხატინში ვიყავი და აი კატასტროფა და აი მე მინდა რომ აი ვიცით რა არის, აი ამ 30 წლის მანძილზე ის სამამულო ომის ჭრილობების გახსენება რატომღაც ჩვენ დავივიწყეთ და დაგვავიწყებინეს ის წარსული რა იყო ფაშიზმი, საიდან მოდიოდა, ვინ აფინანსებდა მაშინ ჰიტლერს. ესე იგი ადამიანებს ხოცავდნენ, წვავდნენ იმის გამო, რომ ისინი არ იყვნენ იმ გარკვეული ბანაკის წევრები. და დღეს თქვენ რა გონიათ, იგივეს არ გააკეთებენ ესენი? იგივეს არ იზამენ? ეხლა უბრალოდ მეთოდები შეიცვალა სხვა. ფაშიზმი როგორიც იყო ევროპიდან ისევე არის ეხლაც. ამიტომ ჩვენ უნდა ავირჩიოთ. თქვენ ახსენეთ, რომ კი ჩვენ მეორე ფრონტი არ გავხსენით, მაგრამ მეორე ფრონტი ჩვენ იმისთვის კი არ გავხსენით, რომ ვინმეს ჩვენი თავისთვის არ გავხსენით, იმიტომ რომ გავხსნით მეორე ფრონტს და საქართველოს არ იარსებობდა. ეს ქვეყანა იქნებოდა უკვე ავღანეთი.
აქ აღარაფერი არც ბუნება იქნებოდა, არც რაიმე რესურსი არ იქნებოდა. იქ ეხა უკრაინაში მიდის ზოლები კიდე რაღაცა წინააღმდეგობაა და საქართველოში არავითარი დღეები, წლები და თვეები არა. ამას დღეები დაჭირდებოდა. ხო გირჩიეს პარტიზანული ბრძოლები დაიწყეთო. ხო და ამიტომ მე რას ვიძახი, იცით რომ თქვენ რომ ამბობთ თუ რამე ჩვენ არ გავაკეთეთ, ეს ჩვენთვის არ გავაკეთეთ, მაგრამ ეხლა ეს უკვე განდვლილი არის. უკვე შენ რო იძახო, მე არ გავხსენი მეორე ფრონტი, მე არ გავიგეს მეორე ფრონტი არ გავხსენი ჩვენს გამო. მაგრამ ეხლა სხვა ნაბიჯი უნდა გადადგა. ეხლა ერთ ნაბიჯს რო წინ გადადგამ, ხუთი უკან არ უნდა გადმოდგა. იმას უნდა მოვაყოლო შემდგომი ნაბიჯები. ეს უკვე ეხლა ვიძახოთ ჩვენ მთელი ეს წლებია რომ არ გადავდგით, არ გავხსენით. ეხლა უკვე მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავდგეთ იქ სადაც ჩვენ გველოდებიან. იმიტომ რომ საქართველოს სიტყვას აქვს ძალიან დიდი ფასი. ბოლო ეხლა მართლა როდემდე უნდა ვიყოთ იმ სიტუაციაში, როდესაც ხედავთ რომ მოსკოვში ჩადის ევროპელი ლიდერები, მაგალითად უნგრეთის ლიდერი, სერბეთის ლიდერი, თუ ვინმეს გონია რომ უნგრეთი და სერბეთი ევროპა არ არის და ვინმეს თუ გონია რომ ჩინეთი არ არის მეგასახელმწიფო, ან ინდოეთი არ არის მეგასახელმწიფო, მაინტერესებს ერთი და ჩვენ ამ ყველაფრის მიღმა არ უნდა ვიყოთ, ამ ყველა ჩვენ მარტო რაღაც სტატისტის როლი არ უნდა გქონდეს. ბატონო ნიკოლოზ, ეხლა ჩვენ განაცემებში თქვენ და სულ იმას ვამბობთ რომ საქართველოს რუსეთს შორის უნდა აღდგეს აუცილებლად დიპლომატიური არა მარტო საქართველოს და რუსეთს შორის, ჩვენ უნდა ვიყოთ მონაწილე ბრიქსის, უნდა ვიყოთ შანხაის ასევე სამ კონფერენციების, ასევე უნდა ვიყოთ ჩვენ ჩართულები ყველა იმ პროცესებში, სადაც არის სოფლიოს დიდი ქვეყნები და ჩვენ არ ვართ ამ პროცესებში ჩართული. ეს დღეობით საქართველოს არ აყავს რუსეთზე უკეთესი მოკავშირე, რომელიც შეძლებს საქართველოს არ უბრალოდ ელემენტარულ რეკომენდაციას გაუწევს, გინდაც ბრიქსში, გინდაც შანხაის მაშინ რა ქვია ხელშეკრულებაში მონაწილეობის მიღებაზე. ეს რუსეთმა უნდა გააკეთოს. ამიტომ არის საჭირო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა და დროა უკვე მოსული. დრო დიდი ხანია მოსულია. ესე იგი ეხლა რა გამოდის ჩვენ ევროპას უპირისპირდებით, ამერიკას უპირისპირდებით, აქეთ კავკასიაში უკვე ფაქტიურად ამერიკის და ევროპის პროტექტორატი უკვე აშკარად იგრძნობა და საქართველოს რჩება და საკუთარი თავის წინაპარად. ვიყავს რუსეთზე უკეთესი მოკავშირე? არავინ არ აყავს. კიდევ ვიმეორებ რომ არა რუსეთის ფაქტორი თურქეთი აქამდე 9-ჯერ ჩაკვლაპავდა. 9-ჯერ ჩაკვლაპავდა. ამბიციებზე აგერ ტირის კაცო ერდოგანი მესხეთს მისტირის და ცრემლები მოსდის თვალებიდან. რომ არა რუსეთის ფაქტორი ის ჩვენ ისე გაგვაჩერებდა, აქამდე 9-ჯერ მიგვიტაცებდა. აგერ აზერბაიჯანის მაგალითი აიღეთ. პირდაპირ მიიტაცა გარეჯი უსიცხოდ და იძახეს რომ ეს ალბანური კულტურის ძეგლიაო და იმას აღარ იძახეს თვითონ რა შეხება აქვს ალბანურ კულტურასთან. ალბანური კულტურა ქართული კულტურის გაგრძელება და არა ეს ეხლა საერთო მაგაზე ხო ჩვენ სამწუხაროდ გარეჯი დავივიწყეთ ეხლა ვერ გავიგე ეხლა საერთოდ ბოლო პერიოდში ხდება რაღაცების გადაფასება მაგრამ ის რომ გარეჯზე აქცენტი სწორი იყო გაკეთებული და აქ გარეჯის საქმეზე ნამდვილად სწორს ვიძახდით ადრე ეს ფაქტია და ეხლა ისიც ხო არ ყოფილა შეცდომა მაგალითად ეხლა ყველაფერი შეიძლება დააბრალო წინამორბედ ვიღაც ხელისუფლებს მაგრამ ის ნამდვილად სწორი იყო რომ ის ხალხი უნდა მიცემულიყო ეს ილიჩოვა მელაშვილი პასუხისგებაში და ბოლო ის რუკები რისთვის ჩამოვიტანეთ კაცო ვერ ხვდები მე ეხლა არ გვინდა კი ბატონო ეს პრობა აზერბაიჯანთან მაგრამ ეხლა ის ტერიტორიებიც ეხლა არა გვაქვს ჩვენ დასათმობი ტერიტორიები და მე კიდე ერთი რამე ეხლა თქვენ თქვით რომ რუსეთთან რა თქმა უნდა ურთიერთობა უნდა გქონდეს მაგრამ ეხლა მარტო ესე გქონდეს და უნდა გადავდგათ ნაბიჯები და რომ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს უკვე გამოჩნდება ეს ყველაფერი. ეხლა ერთხელ იმ დღეს მოვდიოდი თვითმფრინავით და აეროპორტში შემხვდა ერთი ადამიანი და ესე იგი ყველაზე უფრო რა მაკვირვებს იცი? აი ეს დასავლეთში და ამერიკაში მოღვაწე ხალხი რო ხშირად ჩაფრინდებით ხოლმე ამ რუსეთსა და ბელორუსში. რო კითხო, ეს ბელორუსი დიქტატურაა და რუსეთი თურმე ის არის, რა ქვია კიდე კაცობრიობის რაღაცა საშინელებათა სივრცე. რატო დადიხართ იქ ფულის საკეთებლად, საგრიალო, დროს ატარებლად?
ესე იგი მე არ ვიცი ისეთ ხალხს ვდახულობ ამ რუსეთსა და ბელორუსში რომ გაოგნებული ვარ და ფულს აკეთებენ თან ბიზნესები აქვს თავიანთი და მე აქ ჩამოდიან და ლაპარაკობენ რაღაც სისულელებს ხო და რას ვიძახი იცით რომ ეხლა ესეთი აზრი არსებობს რომ აი იცით რა მოდი დაველოდოთ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ვიღაცა ერთი სულელი ექსპერტი გამოვიდა და თქვა რომ რაღაცაო პუტინიო უცხო ქვეყნის ის არისო აგენტიო ესე თუ გვინდა ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის დამყარება, მაშინ კარგად ყოფილა საქმე. და რა გარანტი, მოიცა პუტინი არ გვინდა, მოიცა ეხლა მეცა სხვა რომ მოვა, მე უნდა ავამოქმედოთ ჩვენი პოლიტიკა. თუ თქვენ რა გონიათ, ეხლა პუტინის მერე შეიძლება რუსეთის დოქტრინა და პოლიტიკა. ესეთი სიგიჟეები კიდე რომ რაღაცა რუსეთს არ დაველაპარაკოთ, პუტინი ვინ არის. ამ ასეთ განცხადებებს მე ვხედავ საინფორმაციო ველზე. და ეს ხალხი არის შეშლილი შლეგი ხალხი, რომლებსაც ვითომ ესე იგი რაღაცა განათლება აქვთ, იცით რა განათლება და იმას შორის ნაკითხობას შორის არის დიდი განსხვავება. ლევან ბერძენიშვილი არის ნაკითხი და წიგნებიც აქვს საკითხული, მაგრამ გაუნათლებელი ხეპრეა, იმიტომ რომ აზრი ვერ გამოაქვს ვინ იყო ერეკლე მეფე და დავით აღმაშენებელი ვინ იყო და თამარ მეფე ვინ იყო. ასევე ეხლა პროფესორი კაცია, მაგდენი თუ არის იცის, მაგრამ ხო იცის, არა. დაკვეთით რა. არა, დაკვეთითაც იძახის, მაგრამ ის რაც წაიკითხა აზრით ვერ გავა. თაღებული და იმიტომ აზრით არა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება არა, მაგიც იყოს, მაგრამ აზრით ვერ გამოგქონდეს და დღევანდელი ექსპერტები გამოდიან სხვადასხვა სივრცეებში და ლაპარაკობენ პუტინიო კაცო არისო დასავლეთის აგენტიო და მიგზავნილია იქა რუსეთის დასაქცევად. როგორ არა ბატონო დავით ეხლა არ მინდა ის ხალხზე ეხლა აქ საუბარი აქედან თბილისიდან და მოსკოვში ვილაპარაკოთ მაგ გაუნათლებელ არა უყურეთ ერთი წამით ეხლა ერთ რამეს ვიტყვი რა მე ბოდიშ და მოწყვეტილი არა ვარ საქართველოს და ზოგი მიგდებს ამ რაღაც გამონათქვამებს მაგალითად ამ ამოჭრილ ვიდეოებს და ზოგს მე თვითონაც ვხედავ ბიჭო, იცით რა არის? ყველაზე ცუდი არის გადამდები არის, ესე იგი, ნაკითხი ადამიანის პოზიცია. ვიღაცას საზოგადოებაში ეხლა უავტორიტეტოს არავინ არ მიაქცევს ყურადღებას, ეხლა ხო? ეხლა ვიღაცა TikTok-ზე ადამიანი პოპულარული რო არის, ეგ იმას არნიშნავს, რომ იქ ეხლა მაგის აზრი ვინმე საინტერესებს, ეხლა იქ რო იხდის ტანზე და რაღაც. გამოდის ადამიანი და ლაპარაკობს რომ პუტინი არისო აგენტიო დასავლეთისო და იმიტომ მიიყვანესო იქაო იმ პრეზიდენტათო რომ უნდა დააქციოს რუსეთიო შედალოცვილო შეუწიგნურო და უვიცო პუტინი რო არ ყოფილიყო რუსეთი საერთოდ აღარ იარსებობდა იმიტომ რომ ჩეჩნეთში დამარცხებული იყო უკვე რუსეთი ელცინმა ამ ლოთმა და ბრადიაგმა ესე იგი ელცინმა და მუხლებზე დააჩოქა ამ ხელა ქვეყანა ესე იგი არნახული ტრაგედიები მოსკოვში ნორდოსტი ხო არ გვავიწყდება ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი ეს პუტინის იყო თუ ელცინის პოლიტიკა იყო და შემდგომ პუტინს მოუწია კარკვეული ხანი რომ ესე იგი ეს ყველაფერი მოსკოვში ტერაქტები რა პროცესებთან ქონდა საქმე ჩვენ და ფაქტობრივად ჩეჩნეთმა ომი მოიგო და შემდგომში პუტინი რომ არ ყოფილიყო იქ კატასტროფა იქნებოდა და დღეს როდესაც და ნახეთ რომ სწორედ ამ ადამიანის ხელმძღვანელობით დაიბრუნა ყირიმი უკრაინაშიც ასევე ეხლა ვიღაცას გონია რომ აი უკრაინაშიო ბუქსაობსო რუსეთიო ვერ აღწევს წარმატებასო და ესო პუტინის ბრალიო ბიჭო ნახევარი ევროპა და ნახევარი მსოფლიო ებძვის რუსეთს და ეხლა თქვენ რა გონიათ ესე მარტივი არის ყველაფრის ესე უცბად და ესე შეუძლია რუსეთს რა თქმა უნდა ამ გადაჭრას ამოცანა ძალიან მალე მაგრამ ეს გამოიწვევს დიდ მსხვერპლს და ეს არ არის საჭირო მისთვის და აქედან გამომდინარე აი ესეთი ბოდვითი აშლილობა რო გექნება ადამიანს რომ თურმე ეს კაცი დასავლეთის აგენტი კი არა დასავლეთმა სწორედ თავიანთი აგენტურა რო ვერ გაიყვანა და ელცინის მერე რო ჩავარდა იქ აგენტურის ქსელი ეს აღიზიანებთ ამ ხალხს და ამას რო ვისმენ ჩვენ აი ამ ტელესივრცეში ეს არის კატასტროფა და ეს ხალხი ვიღაცებს გონიათ რომ ჭკვიანი ხალხია. ჭკვიანი ხალხი კი არა ბოდიში და ამათ ბოდიში და ტელესივრცეს კი არა სახში არ უნდა შემოუშვა მე მგონი რა. საოცარია პირდაპირ რა. ბატონ ნიკოლოზ არის ესეთი პოლიტიკური მიმდინარეობა ტროცკიზმი. მაგრამ ტროცკიზმი მე-20 საუკუნეში კი არ ჩამოყალიბდა. ეს ჩამოყალიბება მას შემდეგ რაც დედამიწის პლანეტაზე პირველი სახელმწიფოები შეიქმნა. ეს არის კატეგორია ხალხისა, რომელიც
გაუკუღმართებულად აზროვნებს, აკეთებს გაუკუღმართებულ მოწოდებებს, ლოზუნგებს. აი თუნდაც ტროცკის ლოზუნგი, არც ომი, არც მშვიდობა ჯარი დაიშალოს. რას ნიშნავს? არაფერს, არც ვერ გამოვიდა. ეს დღევანდელი რაც ხდება სოფლიო პოლიტიკაში, ხო, თუნდაც ამერიკის მმართველ წრეებში, ევროპის მმართველ წრეებში, სადაც უმრავლესობა სოდომიტები არიან, უმრავლესობა. აი ეს კიმ სტრამერი როა, კაცო, ინგლისის პრემიერ-მინისტრი. მაგას სახლი დაუწვეს. რო გამოიძიეს საქმე, აღმოჩნდა, რომ ორმა უკრაინელმა ტოპ მოდელმა დაუწვა სახლი იმის გამო, რომ მასთან სექსუალურ კავშირში იყო და თანხა არ გადაუხადა ამან. და იმის გამო იძიეს შვილს. აი ეს კატეგორია ხალხისა ეს ტროცკიზმი აზროვნებს გაუკუღმართებულად, აკეთებენ გაუკუღმართებულ განცხადებებს. ეს სტილია და იძალა ამ ბოლო პერიოდში ამ ტროცკიზმმა. იძალა, ძალიან იძალა, როგორც იძალა იმ პერიოდში 20-იან წლებში. ის ერთადერთი პიროვნება იყო სტალინი, რომელმაც ტროცკიზმი ამხილა და დაამხო ბოლომდე და ტროცკისაც მიაწვდინა თავისი ხელი როგორც წესდარიგი იყო. დღეს ამ პერიოდში ვარ და ამიტომ ასეთ განცხადებებს ჩვენ ყოველთვის მოვისმენთ. არა, ყოველთვის. საზოგადოება არ უნდა წამოიღოს ჯანსაღად. არა, იცით რა არის, არ უნდა წამოიღოს ერთია, მაგრამ ჩვენ უყურეთ რა ხდება სამწუხაროდ. მე იშვიათად ხედავ, მაგრამ შიგადაში ხანდახან გაიგონებ ხოლმე რაღაცა განცხადებებს, მაგალითად აი წინა კვირას მე მოვისმინე ესეთი ფრაზები, რომ ესენიო კრემლისო რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდენო ამ ნაციონალებზე არის საუბარი. ბიჭო, შენ თუ რუსეთთან დალაგება გინა, ამნაირი განცხადება გინა საკრებულოს დეპუტატმა, ამ პარლამენტის დეპუტატმა როგორ შეიძლება გააკეთო, რომ შენ დებდე ვიღაცას ბრალს, რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ბიჭო, რანაირად ამბობთ ამ რაღაც სისულელებს და მე კიდე ერთი არის როდესაც ჩვენ თქვენ საუბრობთ რომ არ უნდა მივაქციოთ რას თითქოს ხა ტელესივრცე უკვე ფაქტობრივად არის გაჯერებული ამ პოზიციებით. ეხლა ქართულ რუსულ ურთიერთობებზე ჩვენს გარდა არავინ რო არ ლაპარაკობს, ვერ ხედავ თქვენ? ვინმე ლაპარაკობს? ფაქტია. ვინმე არის თქვენ აი მე მინდა მოგმართოთ ეხლა. ჩვენ ეხლა მაუწყებლობთ უკვე მართალია გადაცემები გადის თბილისი გორიდან, მაგრამ ნუ თავარი საინფორმაციო გამოშვება გადის მოსკოვიდან. დღეს საქართველოში აღარ დარჩა ტელევიზია. ადრე იყო სოლიდარობა, მაგრამ ის არ ვიცი ახლა რომ ინტერნეტ სივრცეში მაუწყებლო, აღარ დარჩა ტელევიზია, რომელიც ქართულ რუსულ ურთიერთობებზე ისე უნდა ლაპარაკობდეს, ეს როგორც რეალობას შეესაბამება. მხოლოდ არის ესე იგი უარყოფით ჭრილში მოხსენიებული რუსეთი, რომ რუსეთთან არ უნდა კონდეს ურთიერთობა, ჯერ დააბრუნონ და მერე დაველაპარაკებით, რომ ესე იგი პუტინი თურმე დასავლეთის აგენტი ყოფილა და არა რუსეთის ინტერესების გამომხატველი. და ამისთანა განცხადებებს ხშირად ხედავ ჩვენ და ეს ეხლა ხალხი ამას რო უყურებს, კაცო, და ადამიანები უკვე ამას ზოგი შეიძლება დაიჯეროს, ზოგმა შეიძლება გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ეხლა სხვა რო 99% რო მედიის ამაზე ლაპარაკობს, ეს ძალიან მოქმედებს ხალხზე. თან მით უმეტეს ეხლა ჩვენ ისეთი საშუალებები არ გაგვაჩნია მთლიან საქართველოსზე მოვახდინოთ ფოკუსირება, იმიტომ რომ არ გვაღირს ამ სიკეთეთმა ჩართვა, ხელი გვეშლება ეხლა Facebook-ზე მინდა ვთქვა, კიდევ წაგვართვეს გვერდი ხალხო. ასეთი რამე არც ერთ ტელევიზიას არ უკეთებენ. მოქმედებს Facebook გვერდი და გვართმევენ და მე ვცდილობთ ახლიდან შექმნას, მე ახლიდან გვართმევენ კიდე. ესე იგი აი სრული და ეს ვისი გარი ეს Facebook-ი, ამერიკული კომპანიის, ხო? ეხლა ვიღაცას იტყვის, ახლა Facebook-ი გართმევთ. Facebook-ი თუ არ გვართმევს, რატო არ გვიბრუნებს? წერილებს ვაგზავნით, რეაგირება არ არის. და დღეს ეხლა საქართველოში უმრავლესობა მოსახლეობისა უყურებს რას? Facebook-ის საშუალებით უყურებს ტელევიზიებსა და YouTube-ის. YouTube-ზე ასე თუ ისე დახვეწილია ეკუთვნი პრობლემა არ არის და Facebook-ზე ერთი 6 გვერდი წაგვართვეს. მიუმართეთ შესაბამის კიბერუსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს ხელისუფლების ორგანოა. მიუმართეთ მაგალითად Facebook და აი ესე ტერორში ვართ, რაც გვაქვს იმასაც გვართმევენ, რომ სიმართლე მივიტანოთ ხალხამდე. და თქვენ რო იძახით ეხლა რომ აი არ უნდა მივაქციოთ ყურე, როგორ აბა ის კაცი რომ მივა გურჯაანელი გლეხი და რო დაჯდება იმასთან კაცო ტელევიზორთან, რა ქნას იმ კაცმა დღედაღამე რომ აი ესეთი განცხადებები ისმის. ხალხი დატოვეს რაღაცა ეწყოდიაჩი. ჩვენ რაღაცა აი სანთელივით ვანათებთ, მაგრამ აი გვაქრობენ. ჩააქრობენ სალთეს, ავანთებ, ჩააქრობენ, ავანთებ და აი ესეთ სიტუაციაში გვიხდება ყოფნა დღეს. გასაგებია ბატონ ნიკოლოზ, მაგრამ ერთი რამეს გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს ჯანსაღი ნაწილი თქვენს ყველა გადაცემას უყურებს.
ამასინა თელიავაზე შევედი ბაზრობაზე და რაღაც ჭირდებოდა და თქვენა ბატონ დავითი არ ბრძანდებითო და კი მე თქვი და აი ნიკას გადაცემაში რომ გამოდიხარ იქიდან გიყურება და რაღაც პატარა ნაწილი მინდოდა მანქანისთვის და ფულს რომ ვაძლევდი გაიგიჟეთ დავით თქვენ ასე რომ ვისაც მოსმენა უნდა ის ისმეს და ის ძალიან კარგად ისმეს თქვენ ტელევიზორს და გასაგებია ბატონო დავით მაგრამ ეს ჩვენ გვიხდება სისხლის პასუხი ახლა მიდის ჰიბრიდული ომი ფაქტიურად ხო რუსეთის წინააღმდეგ აგერ ჩვენი ოპოზიცია ჩართულია გუშინ სხვათა შორის გამოდიოდა ის ბარამიძე და პირდაპირ ამბობდა კიო ჩვენო ვომობთ ჩვენო მონაწილეობთ ამას ვაკეთებთ იმას ვაკეთებთ საზღვარგარეთ მივდივართ ინფორმაციებს ვაწვით ამას ვაწვით ომი მიმდინარეობს კაცო პროპაგანდისტული ომია ესა ჰიბრიდული ომია ბედია ომია აბა როგორ გინდა დესია მაგრამ უყურეთ რა ხდება მე ვფიქრობ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ჩვენი ადგილობრივი Facebook-ის აი ამ ვინც აქვს ჩაბარებული პასუხისმგებლობი უნდა დასვათ. აი ეს თამარა კინწურაშვილი როდემდე უნდა სულ თხავდეს სულ. უკეთეს გეტყვით ბატონო ნიკო. არა თამარა კინწურაშვილის ბრალია ეს იმიტომ რომ გეტყვით თამარა კინწურაშვილი ახლა კი გასაგებია ახლა მაგაზე რამდენიც კიდე ხელისუფლებამ ფაქტიურად უნდა თქვენ პირადად თქვენ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე უნდა გამოგიყოთ თუ ერთ კვირაში ერთხელ არა თვეში ერთხელ მაინც ბატონო დავით უნდა მოგცენ საშუალება რომ თქვენ წაიყვანთ რომელსაც უყურებს მოსახლეობა მაგრამ ხელი არ შეგვიშალოთ და თქვენ გაცილებით მეტი რეიტინგი გაქვთ სხვა ტელევიზიებთან შედარებით ასე რომ მაგაზე გული უნდა არა ბატონო დავით აქ რა ხდება არავის მაგათი გამოყოფილი დრო არ ჭირდება ხელი არ შეგვიშალოთ აი ხა მე იმედს რომ კიბერ შეტევა რო განხორციელდა იმედს რო გაუტეხეს ეს Facebook გვერდი იმ წუთასვე მოხდა რეაგირება ეხლა რახან ჩვენ იმედი არა ვართ რახან ჩვენ პირველი არხი არა ვართ აი ესე იგი დაჩაგრული მდგომარეობაში ვართ ამბობ რომ პირველ არხზე უნდა მოგეცეთ არა პირველ არხზე არ ვინა ჩვენ ისედაც გვიყურებ ჩვენი არხი გვაქვს არავის არაფერი არ ჭირდება მაგათი მაგრამ ბიჭო რო გართმევენ ამ იმას რა ქვია საშუალებას რომ სადაც ავრცელებ ამ რაღაცას ხო სიმართლეს ხო უნდა მოგეცეს საშუალება რომ ამ კინწურაშვილი რატო ვახსენე კინწურაშვილის კანტორა არის აი აქ წარმომადგენელი Facebook-ის გესმით თქვენ მათ აქვთ ეს ჩაბარებული ესენი რეაგირებას არ ახდენენ გესმით ამ ყველაფერზე და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრეზიდენტმა ტრამპმა რომ მოკითხა იქ იმას ცუბერბერგს ხო იქ შეიცვალა სიტუაცია ამერიკაში იქ არ იჩაგრება ადამიანი იმ სოციალურ ქსელში და საქართველოში ისევ არაფერი არ შეცვლილა. ერთი პერიოდი შენელდა და ეხლა ისევ ისია გეუბნებით, აი ხლა რა გუშ წინა კვირას წაგვართვეს Facebook გვერდი და ესე იგი ამ ბერე ამ სასაცილო არის, ეხლა ვიღაცას შეიძლება რაღაცა სატირლათაც და სასაცილოც აღარ ვიცი რამდენად არის. პორნოებს და რაღაცა ეროტიკულ მასალებს დებენ მე ამ ტელე სეზონის გვერდებზე. ესე იგი ამ წართმეულ გვერდებზე დებენ ამ ტიტლიკანა ქალების სურათებს და ეხლა ვიღაცა რო შევა გაგიჟდება. იტყვიან ესენი ვინ არიანო გონიათ რომ ჩვენ ვართ. აქ ამ დროს ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ამ წართმეულ გვერდებზე ტვირთავენ. გესმით? ხოდა მინდა რომ ხელისუფლებას ამერიკულ ოფისთან შეთანხმების გარეშე რა თქმა უნდა იმიტომ რომ კაი წაგართვა ეხა ვიღაცა იტყვის კაი თქვათ Facebook-ის ადმინისტრაციას კი არ წაურთმევია სიტყვაზე ეს მაგრამ მოგცენ საშუალება დაგვიბრუნონ ეს ჩვენი კუთვნილია კაცო აქ ეხლა ფუტკარივით შრომობენ ახალგაზრდა ბიჭები ინფორმაცია იტვირთება მე რაღაცა 40-45000 გამომწერი რო ყავს 100000 გამომწერი რო ყავს მილიონამდე ეს ყველაფერი წყალში იყრება აი ეხლა იცით რას გავს ეს სიტუაცია ეხლა აი ამ Facebook გვერდების ზე ააშენებს ადამიანის სახს რაღაცა მიიყვას კოდიციამდე მოვა ვიღაცა დაარტყამს დაგიგრებს ამერე ააშენებ ახლიდან ამ სახს კიდე დაარტყამს დაგიგრებს აი ესე გვიკეთებენ ამ ყველაფერს ესე იგი რაც გვაქვს იმასაც გვინგრევენ რა დახმარებაზეა საუბარი რა დროის გამოყოფაზეა საუბარი მე მინდა ხელისუფლებას მოგვეცით იმის საშუალება რომ ვიფუნქციონიროთ ბოლო-ბოლო ან დაგხრიტეთ ან დაგხოცეთ მაშინ ყველა და გვეწოდინება რომ აი ეს განაჩენი არის გამოტანილი ჩვენ როგორ შეიძლება ამდენი გვერდები წაგვართვეს კაცო და რეაგირება არ არის რაღაცა რა გავაკეთო ჩვენ
მერე ამ სილქნეთმა არ გვაღირსა ჩართვაზე რა ვიცი რაც კი რამე დედამ შვილი დაწყევლა თუ რა ვიცი რაც არის ყველა არხი ჩართულია ამ სილქნეთზე ისინი ეს გირჩელების ორი არხი ისა ესა და ჩვენ არა ჩვენ ვართ ისა რა ქვია რა იმიტომ რომ ჩვენ რატო ვართ დაბლოკილები ჩვენ ვართ იმიტომ დაბლოკირები რომ ერთადერთი ტელევიზია ვართ ვინც ქართულ რუსულ ურთიერთობებს საუბრობ და სხვათა შორის ასევე გამორთული აქვს სილქნეც NTV ORT RTR ეს რუსული არხები და ჩვენც მიყოლებული ვართ ზედ აი ეს არის სასწაული რა და ხო უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი რა ვიცი არ ვიცი აი რამდენიმდე შეიძლება ეს გაგრძელდეს იმიტომ რომ ჩვენ იმიტომ შრომობთ რომ ხალხამდე მივიყვანოთ ეს ხალხი თქვენ რო თქვით იმ კაცმა მეც უამრავი ადამიანი ხდება აქ რუსეთში ხდება იმ დღეს აი ეხლა მე ეს რომ ვიღაცა ჩემთვის ეთქვა ნამდვილად არ დავიჯერებდი ახლა 100 წელი სახალხო დიპლომატიასთან დაკავშირებით იყო ესეთი ფორუმი გაიმართა მოსკოვში და მეც გახდით იქ მიწვეული ვიყავი და აფრიკის ქვეყნის წარმომადგენლები მოვიდნენ ისინი იყვნენ იმიდან რა ქვია რომ აი რუსეთის გარკვეულ ინტერესებზე და რუსეთთან დაახლოებაზე საუბრობენ და მოვიდნენ და მითხრეს რომ აიო თქვენო გიყურებთო YouTube-ითო და ძალიან პატივს აქცემთო აი მართლა გავგიჟით ეხლა აფრიკაში თუ ვიყურებდნენ იქ ყაზახეთიდან მოვიდნენ ნამდვილად არ მეგონა გესმით იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო იმიტომ რომ რუსულენოვანი გადაცემები ხო გვაქვს ეხლა ვიღაცა ეთქვის რანაირად რუსულენოვან გადაცემებს უყურებენ ჩვენ ყველაფერს და აღარ მიკვირს ეხლა თქვენ რომ ვიღაცა ელიავაზე შეგვხვდა და მეც უამრავი ქართველი ხდება აგერ რუსეთში მოსკოვში და საქართველოზე ლაპარაკი ზედმეტია მაგრამ ეს არის აი შესაძლებლობების 30% რასაც ჩვენ ვიყენებ ჩვენ რომ ეხლა სილქნეთზე ვიყო ჩართული Facebook-ი რო არ გბლოკავდეს ჩვენ უფრო გაცილებით მეტი სიმართლეს და მეტ ადამიანს გავაგებინებდით აი ამ სიმართლეს ბატონო დავით რა თქმა უნდა ხო და ეს უნდა დამთავრდეს რაღაცა თამარა კინწურაშვილი არ არის დასაჭერი რაც პირველ არხს გაუკეთა მაინტერესებს სხვები ვიღაცებს რო იჭერენ აი 13 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში რაღაცა ეს ქალი რომელიც პირველი არხის ქონება გაძარცვა რომელიც ტერორს უწყობს მედია საშუალებებს და ეს არის მედიას ზონდერად იქცა ესე იგი ვიღაცა რაღაცას დაწერს ეგრევე მწუთაზე დაბლოკილია ვიღაცა რაღაცას დაწერს იმ მწუთასვე ესე იგი გაქრობილია იმ სივრციდან Facebook ის კი არ არის კაცო რაღაცა გვერდი ეს არის ადამიანის მიერ რაღაცა თავისი გარკვეული გამოხატვის საშუალება ვიღაცები იგინებიან ილანძღებიან იმაზე არ ხდება რეაგირება და ადამიანმა პოლიტიკური წამსის გამო უნდა რაღაცა შეიზღუდო იქ აკაცო არ შეიძლება არ ვიცი წარმოუდგენელი რაღაცა ხდება და მე მგონი ამაზე რეაგირება საჭირო უკვე რა მე მგონი რომ დადგა დრო რომ არ ვიცი აი თქვენ როგორ უყურებთ ეხლა აი რა ვიცი აი რატო არ იჭერენ ამ კინწურაშვილს როგორ ფიქრობთ ნუ კინწურაშვილი ეხლა დასავლეთის აგენტია იქიდან ხელდასმული მათი თანამშრომელია მაგას ხელს როგორ ახლებენ ჯერჯერობით მაგრამ ალბათ მაგის დროც მოვა სხვანაირად ქვეყანა თუ არ გაიწმინდა ამ დასავლეთის მხრიდან დაფინანსებული ანტიქართული ძალებისგან გაუჭირდება ოცნებას ქვეყნის მართვა იმიტომ რომ ფაქტიურად ისინი უმრავლესობაში არიან რაცო გინდ საჯარო სამსახურებში გინდ სოციალურ ქსელებში გინდ მედია საშუალებებში ისინი უმეტესები არიან და გაუჭირდება მე კიდევ ხელისუფლებას მიმართავ რომ ფაქტიურად ამიერკავკასიაში სასუნხეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებები მკვეთრად შეტრიალდნენ დასავლეთისკენ აგერ სასუნხეთში ფაქტიურად ენერგოსისტემის გადაცემას აპირებენ თურქეთისთვის რაც დაახლოებით 1-2 წლის უკან ფაქტიურად წარმოუდგენელ მოვლენად ითვლებოდა მაგრამ დღეს უკვე აქეთ მივდივართ იქით აზერბაიჯანი თურქეთთან უკვე ფაქტიურად კონფედერაციისკენ მიდიან უკვე ფაქტიურად კონფედერაციისკენ მიდიან უკვე ისეთი დონის შეთანხმებებია გაფორმებული და აგერ უკვე იქით შუა აზიის ქვეყნებთან ძალიან სტაბილური დაახლოება მიდის და ჩვენ ქვეყანას გაუჭირდება ამ გარემოცვაში არსებობა ფიზიკურად არსებობა ამიტომ
როდესაც თავის დროზე ერეკლე მეფემ არჩევანი გააკეთა, მას სწორი არჩევანი გააკეთა. იმიტომ ეს გამოწვევები, რაც დღეს უკვე სახეზე გვაქვს, მაშინ უფრო მძაფრად და კაცრად იყო. იმის გამოკლებით, რომ მაშინ ერთმანეთს ეკიშფებოდა თურქეთი და სპარსეთი საქართველოს დანაწილებისთვის და ეხლა მაგათ დაემატა აგერ უკვე აზერბაიჯანი ცალკე, სასუნხეთი ცალკე, იმიტომ რომ ამათ ჭირდებათ კალიდორი, ეს კალიდორი ზანგეზურის კალიდორზე როა საუბარი, ის ჯერ პერსპექტიული პროექტია და აგერ არის საქართველო, რომლისგანაც ფაქტიურად საზრდოობს როგორც აზერბაიჯანი, ისე სასუნხეთი. ხო და ასეა თუ ისია, უკვე ხელისუფლება უნდა სწორი ნაბიჯი გადადგას და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აღადგინოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და დაიწყოს ქვეყნის უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, დაცვა რუსეთის გარეშე. ჩვენ ამ კატაკლიზმებს, ამ გეოპოლიტიკურ შეჯახებებს ვერ გავუძლებთ, ვერანაირად ვერ გავუძლებთ. ყველას თვალი უჭირავს ამ კალიდორზე, რაც ისტორიულადაც ასია. აგერ გარეჯი ვახსენეთ, იქით სასუნხეთი იწევს ჯავახეთისკენ. აზერბაიჯანს კიდევ პრეტენზიები აქვს ქვემო ქართლზე. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევებია და სწორედ ამიტომ ლაპარაკობ თუ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, როგორ შეიძლება ეს შენი უსაფრთხოება დაიცვა, ხო ვერ დაიცვა. ამიტომ ლაპარაკობ, რომ ჩვენ კი არ უნდა ვილაპარაკოთ მარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე. ამაზე უნდა ლაპარაკობდეს აი ეს პირველი არხი, რომელიც მილიონობით თანხასიებს და ურეიტინგო და არაფრის მომცემი არ არის. ხალხი მარტო ფეხბურთის ტრანსლირების დროს რო რთავს ამ პირველ არხს. საერთოდ ბოლო-ბოლო გამორთდა ის ფული მართლა დევნილებს მიეციდა და რა სარგებლობა მოაქვს ამ პირველ არხს საქართველოს. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ხალხამდე, ჩვენ კი არ უნდა გავაგებინოთ ხალხს ის, რომ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხთან კი არ არის მარტო დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობა. აი რაც გვაქვს, ისიც რო არ დავკარგოთ, ამისთვის არის განპირობებული, იმიტომ რომ კბილებს ილესავს ყველა ჩვენი მეზობელი ჩვენზე. რა თქმა უნდა. ერთადერთი ვისაც შეუძლია ეს, რომ წინ აღუდგეს ამას რუსეთია, მაგრამ ჩვენთან როგორი პოზიცია, იცი? მე ხა არაერთი ექსპერტის პოზიცია არა ვალდებული არის კაცო რუსეთი შენ უნდა აგინო რუსებს და რუსეთი ვალდებულია დაგიცვას ქვემო ქართლში, ჯავახეთში, აჭარაში, ყველგან და ესე იგი ეს მის ინტერესებში შედი. არა კაცო იქ ვინ წაიღებს აჭარას? ეგ რუსები როგორ დაუშვებენ და ჭრელად როგორც ყარაბახის საკითხი დაუშვეს, ისე დაუშვებენ იმასაც რა. აი ამ ესე იგი აი ესეთი ისტორიკოსები და ექსპერტები ყავს ჩვენ რომ ესე იგი თვლიან მიზანშეწონილად ესეთი სისულელეების ლაპარაკს, რომ თურმე რუსეთი ვალდებულია, რომ შენ გიპატრონოს და შენ ვალდებული ხარ, უნდა აგინო და არაფერი კარგი არ. სწორედ ახსენეთ, ყარაბაღის ომამდე ზუსტად მასე ფიქრობდა ყველა, მასე ფიქრობდა მაგრამ პაშინიანმა ყარაბაღის ომი განზრახ წამოიწყო, ისე როგორც ჩვენ წამოვიწყეთ დაძაბულობა აფხაზეთთან და ოსეთთან, რომ ამით რუსეთის რეპუტაცია შეგველახა და რომ ყოფილიყო რუსეთი, ასე ვთქვათ, ოკუპანტის სტატუსით დარჩენილიყო და იგივე მოედომა პაშინიანმა, მაგრამ რუსეთი არ ჩაერთო და კიდაკარგა ესაფ, მაგრამ ეს ამისთვის მზად იყო. ეს წინასწარ განზრახული ქმედება იყო. კი ბატონო, წინასწარ განზრახული ქმედება. ბატონო დავით, დიდ მადლობას მოგახსენებთ და მე ერთი გადაცემის მიწურულს არ მინდა რომ ჩვენ უბრალოდ დრო არ გქონდა ამისთვის, რომ უბრალოდ მეთქვა ეს ჩემი სამძიმარი და ეხლა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიუსამძიმრო ბატონი ლევან ჩაჩუას ოჯახს მისი გარდაცვალება არის ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტი და ჩვენ აიხავ ლაპარაკობდით სააკაშვილის რეჟიმზე, მის მზაკრობაზე და ერთ-ერთი ვინც სააკაშვილის რეჟიმის ეს სისასტიკე განიცადა იყო ლევან ჩაჩუა და ის ბიჭები, რომლებიც იქნენ დაპატიმრებული სხვათა შორის ამ თრიალეთის კოდალას, ელისაშვილისა და კავკასიის ტელეკომპანია კავკასიის მეშვეობით, როდესაც ესენი ეთერში იყვნენ იქ მისულები, მაშინ მალხაზ გულაშვილიც იქ იყო და აღიძრა საქმე
ვითომ რაღაცა შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს ხალხი პასუხისგებაში მიეცა და ციხეები გამოატარეს ამ ადამიანს იმის გამო რომ რაღაცა რეალურად სარწმუნოების დაცვაზე იყო საუბარი და აი ხა ეს კაცი გარდაიცვალა ნავთვისებიანი აი სივსივნეს დაავადებით ძალიან სამწუხარო ახალგაზრდა კაცი რომელიც მრავალშვილიანი ოჯახის პატრონი უამრავი რა ვიცი დაობლდა ბავშვები წავიდა ამ ქვეყნიდან ჯანღონით სავსე ადამიანი მე უსამძიმრებ მას უსამძიმრებ მის ოჯახს და საზოგადოებას რომ აი გვაკლდება მართლაც ჩვენ ძალიან ისეთი კარგი ადამიანები და ჩემთვის იყო ძალიან გულდასაწყვეტი ჯერ რომ ნახე ეს რა საშინელება ეს სიმსივნე არ ვიცი რომ ადამიანს ესე იგი აი რაღაცა ისე გაქცევს რომ წაგართმევს ყველა იმ სიცოცხლის ნიშანწყალს და მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანი მკურნალობა სამწუხაროდ აი შედეგი ვერ გამოიღო და საქართველოში ჩამოსვლისას უკვე ეს ადამიანი გარდაიცვალა უსამძიმრებ ბატონ უერთდები ლევანს თქვენ კი ბატონო და მე ვფიქრობ რომ ძალიან სამწუხაროა რომ ქვეყანას ტოვებენ პატრიოტი ადამიანები უდროოდ მიდიან და არის ეს გულდასაწყვეტი რო არ მეთქვა არ შემეძლო ეს და იმიტომ რომ ლევანთან მე მომიწია გარკვეულ პერიოდში იგივე ქვემო ქართლში მამა გიორგი ჯამდელიანთან ერთად იქ გარკვეულ ქვეყნისთვის საჭიროებო საკითხებზე საუბარი უამრავჯერ ყოფილა ეს ადამიანი ჩემი გადაცემის სტუმარი და ანუ ჩვენ გქონია გადაკვეთის წერტილები და ხშირად აი ამ ეროვნულ საკითხებზე მოგვიწია ერთად ყოფნა და ჩემთვის არის გულდასაწყვეტი ყველა თითეული პატრიოტი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლა. ნათელში იყოს მისი სული და რა ვიცი საუკუნოდ იყოს მისი ხსენება, სადაც იქ მართალნი განისვენებენ და ამით მე მინდა დაგემშვიდობო ძვირფასო მაყურებლებო ბატონო დავით დიდ მადლობას მოგახსენებ ჩართვისათვის თბილისიდან გვერდთვებოდა ჩვენ ბატონი დავით უпроსტორეთ გორიდან გვერდთვებოდა გორის სტუდიიდან ჩართვა უზრუნველყო ჩვენმა სტუდიამ გორში და ბატონი დავით ზირაქიშვილი გვერდთვებოდა გორის სტუდიიდან და ჩვენ ერთრამეს ვიტყვით რომ რაც არ უნდა გვდევნონ, რაც არ უნდა პრობლემები შეგვიქმნან, რაც არ უნდა ჩვენს მიმართ ზაკრული გეგმები განახორციელონ, ჩვენ არ გავჩერდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყნისთვის საჭიროებო საკითხების მიმართულებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ. დაგემშვიდობებით და შევხვდებით ერთმანეთს უკვე ხუთშაბათს ჩვენს გადაცემაში სადაც უკვე ასევე გავაგრძელებთ საუბარს სხვადასხვა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. კარგად ბრძანდებოდეთ.